დილამშვიდობისა მეგობრებო, დილის 7 საათი შესრულდა. ეხლა ეგრევე ავდგები, ჩავიცმევ. პირველ რიგში ავიწონები და განახებ თუ რამდენ შეადგეს ჩემი წონა. წავედით. ავიწონოთ 137 კილო და 100 გრამი. მიდი ნიკა, წავედით. როგორც ხედავთ მეგობრებო, უკვე თენდება. შესანიშნავი დღე იქნება დღეს, მზიანი, ცოტა ღრუბლიანი, ცოტა მზიანი. ნახოთ. შუქები ჩაგვიქრეს უკვე. მაურბი ვარ მეგობრებო. კარი. უცებ აჯიმანიები. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ხელები თავზე ჩადი ამოდი ესეც ასე მეგობრებო ჩვენი დილის გამომხნეველი ვარჯიში მორჩა ეხლა შევა სახში მოვწესრიგდები სახს ავალაგებ და შევდგები საუზმის მომზადებას მიდი ნიკა თავი მოვიწესრიგე მეგობრებო და ეხლა რაც უნდა გავაკეთოთ ეს არის ჩვენი საწოლის ალაგება. არასდროს არ დადოთ საწოლი აულაგებელი. არც არავის არ აალაგებინოთ. თქვენ თვითონ, ყოველთვის. თქვენ თვითონ მეგობრებო. ესეც ასე მეგობრებო. საწოლი 2 წუთში ავალაგე, არაფერი ამას დიდი დრო არ ჭირდება, ამიტომაც არ დაგეზაროთ მეგობრებო, არასდროს. კარგი. ოპა. მიდი ნიკა. რა უნდა გითხრათ? ეხლა ავდგები და დავიწყებ ბლინების მომზადებას მეგობრებო. 4-ს აღარ მოვამზადებ. მოვამზადებ უკვე 2-ს. უგემრიელეს როგორც ყოველთვის. ეს საწოლი მეგობრებო მინდა გითხრათ რომ არის 200 წლის გამოცდილი საწოლია მეგობრებო გამოცდილი ძილის მხრივ ამიტომ ამაზე რომ იცინებ შვიდად ტკბილად და იღვიძებ ენერგიულად ჯანზე და უმაგრესად დავიწყებ ახლა ბლინების მომზადებას განახებ თუ რა ინგრედიენტებს ვიყენებ ნახეთ თქვენც ისწავლეთ და უმარტივესად მოვამზადებთ ასე რომ ვთქვათ კარგი დავიწყოთ აქ გვაქვს ჩვენ 1 ჭიქა ფქვილი, 1 ჭიქა რძე, ნახევარი ჭიქა შაქარი და 1 ცალი კვერცხი. კვერცხი გავტეხოთ. აი ესე. და დავუმატოთ ნახევარი ჭიქა შაქარი და მოუზიოთ. და ახლა დავუმატოთ რძე. აი. აუზიოთ ისევ. მეგობრებო ახლა ფქვილი. აი ესე. ჩავყაროთ ფქვილი. მოვზილოთ ლამაზად. აი ესეთი შესანიშნავი მასა გამოგვივიდა მეგობრებო, ძალიან კარგია. ეხლა ტაფას გავაცხელებ. აი ეს. გამწოვი. აველოდები. ცოტა ხანი გაცხელდეს. საკმარისია. მოვასწოროთ ირგვლივ. ეს დავიჭერ. აი ეს. ოპა. ჩვენი ბლინიც უკვე მომზადდა. გადმოვიღებ. აი ეს. ახლა კი შევუდგები ჩვენი ბლინის მომზადებას. აი ასეთი. ეხლა დაგვჭირდება ჩვენ ბანანი, რა თქმა უნდა. 1 ცალი ბანანი. ბანანი დავჭერი, ეხლა კი წავუსმევ ნუტელას მეგობრებო. აი შეხედეთ. შეხედეთ 1 2 3 გადმოვკეცავ ახლა აი ნახევარზე ხო წავუსვი გადმოვკეცავ და ერთხელაც გადმოვკეცავ შემდეგ გამოდის ნახეთ მეგობრებო ამ ხვრელებიდან თვითონ ის გადმოდის შოკოლადი ისეთი კარგი და ისეთი მაგარი გამოვიდა აუცილებლად ესეთი უნდა გამოვიდეს როგორც გითხარით 4 ცალია საჭირო იმისთვის რომ 1 ჭიქა
ფორთოხლის წვენი აივსოს. აი. აიმე არ მოვიდეს. ამისთვის აქვს აი ეს მოწყობილობა. ოპა. ძალიან მაგარია. მოჭრე. Bomba. ესეც ასე ჩვენი საუზმე გამზადდა. კარგი, ამას მივირთმევ ხა და მე შემდეგ ერთ-ორ სიტყვას გეტყვით თუ დღეს რას ვაპირებ, როგორ ვაპირებ და ასე შემდეგ, აბა. ძალიან მაგარი გამოვიდა მეგობრებო. დედასფრიცა ძალიან მაგარია. პირველ რიგში დიდ მადლობას მოუხდი აგებსტარს, რადგან ისეთი დადებითი მუხტი მისცა ჩემ არხს, რომ ძალიან მაგარი შედეგი დაიდო, ასე რომ ვთქვათ. ასევე დიდი მადლობა ედიტორებს, რადგან ეს მუხტი უფრო გააძლიერეს. ხალხმა გამიცნო და უფრო ბევრი ხალხი შემოვიდა ჩემს არხზე და დაინტერესდა. დიდ მადლობას გიხდით ამისათვის. ასევე მოგესალმებით ჩემო ახალო გამომწერებო. როგორ ხართ? ამ არხზე შეხვდებით უცნაურ სახალისო, სათავგადასავლო, საგანმანათლებლო ყველაფერს, რაც შეიძლება გააკეთოს ადამიანმა, ყველაფერს ნახავთ ამ არხზე. და კიდევ მინდა გითხრათ, რომ მეგობრებო, მე ვარ ქართველი, ძალიან ბევრი კომენტარი დაიწერა, გაურკვევლობა იყო, ზოგი რას იძახდა, ზოგი რას იძახდა, ამიტომაც გეუბნებით, რომ მე ვარ ქართველი ქრისტიანი. ჩვენ სოფელში ცხოვრობს 3000 ქართველი. ისეთივე ქართველი, როგორიც თქვენ ხართ, რო იცოდეთ და რამე სხვანაირი ქართველია. არა, ჩვეულებრივი ქართველი ადამიანები. და 14000 აზერბაიჯანელი. ასე რომ, ალბათ დამაყრობილებელი პასუხი გაგეცით, გაიხარეთ. მე ხა გავაგრძელებ ამის ჭამას და კიდევ რაღაცას მოგიღვებით. მართლა რესტორნებში არ იძლევიან ესეთ გემრიეს. ძალიან მაგარია. ნიკას კაფე ხო გახსოვთ? ეგ გაიხსნება აუცილებლად. თბილისში მარჯანის ვიწე. მაკდონალდსა. ძალიან წყუროდა. ძალიან. მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ ძალიან მიყვარს თევზაობა, ნადირობა, ექსტრიმი, კულინარია, რა ვიცი, საგანმანათლებლო რაღაცის კეთება და ბევრი რამე, კემპინგი და უამრავი რაღაცა. ყველაფერს გავაკეთებ ბუნებრივად. რაც მინდა იმას ვაკეთებ ხოლმე. ხშირად ეგრეა. და ფიქრობ, რომ თქვენც მოგეწონებათ იმას, რასაც მე გავაკეთებ. ერთ-ერთი მათგანი ჩემი ჰობიდან არის მეგობრებო ბოქსი. ძალიან მიყვარს ბოქსი. მაგრამ გრუშა არ მაქვს. ადრე გავაკეთე, მაგრამ დამეხა რა ვქნა ახლა, დაიხა რა, გაფუჭდა, კარგად ვერ გავაკეთე ალბათ მაგის გამო. მაგრამ მეგობრებო, დღეს შევეცდები უკეთესი გავაკეთო. ჩვენ სოფელში არ იყიდება ეგა და რომ გამოვიწერო რაღაცა არ მინდა. მიჩვენია მე თვითონ გავაკეთო ძალიან მაგარი გრუშა. ამ ყველაფერს მეგობრებო, თქვენთან ერთად გავივლი ამ ყველა პროცესს და განახებთ თუ როგორ უნდა გავაკეთოთ საკუთარი ხელებით ბოქსის გრუშა, ესე რომ ვთქვათ. გრუშა, მეგობრებო. შევეცდები რომ დღის ბოლოს, ასე რომ ვთქვათ, 1-2 წავივარდიშოთ რა. ასევე ბევრი რამე მინდა რომ დღეს გავაკეთო. არ ვიცი როგორ მოვასწრებ, მაგრამ შევეცდები. ძალიან მაგარია. არსად არ წახვიდეთ. ძალიან გასაოცარი განცხადება უნდა გავაკეთო ახლა. მეგობრებო, აი ამას თუ ხედავთ. შეიძლება პატარაა ჩემ ხელში, მაგრამ ახლოს მოვიტან, მოიცადეთ. შეხედეთ, ეს ვიპოვე 6 თვის წინ. ნახეთ, აი შუქზე მივადებ ხა. ალბათ თქვენ თვითონაც ხედავთ, როგორი გამჭირვალეა და უფრო მაგრად ანათებთ, ასე რომ ვთქვათ. ეს არის მეგობრებო ალმასი. და ეხლა რას ვუზავ ამ ალმას, თქვენ ეხლა ნახავთ.
მოიცადეთ, დაუბრუნდები, დავჯდები, მოიცადეთ. ასე რომ მეგობრებო, რაღაც ბიჟუტერია პლასმასი ან რაღაც არ გიგონოთ, ნამდვილი ალმასია, ჩემი ხელებით ამოვიღე ქვიდან, ეს უნდა გავათამაშო 100%-იანი. პირობა ასეთია, 50,000 გამომწერზე როგორც მივახცევ, ამას გავათამაშებ და გვენგან ერთ-ერთი 100%-იანი მოიგებს ამას. ასე რომ მეგობარო, შეიძლება შენ ხარ ის ადამიანი, რომელიც აი ამ ალმას მოიგებს. ნახოთ. პირობა არის 50,000 გამომწერი მეგობრებო და გათამაშდება ალმასი. არ ვიცი ვინმეს თუ გავთამაშები ალმასი YouTube-ზე, მაგრამ მე ვათამაშებ. და თუ მეგობრებო, ნამდვილი არ აღმოჩნდა, ვიცი რომ ნამდვილია, მაგრამ მაინც ვიძახი, ნამდვილი თუ არ აღმოჩნდა, ვინც გაიმარჯვებს, იმას გადაურიცხავ იმდენ ფულს, რამდენიც აი ეს ნამდვილი ალმასი ეღირებოდა. ასე რომ ყველა მხრივ დაზღვეულები ვართ. და კიდევ მინდა გითხრათ მეგობრებო. 124 დღიან challenge ვიწყება. 124 დღიანი challenge. ეს იქნება ისეთი რაღაცა, რაც YouTube-ზე არ ვიცი რა, მე პირადად არ მახსოვს ან არც მინახავს მსგავსი კონტენტი. 124 დღიანი challenge და თუ რა challenge-ია ეს, ჩანჩქერზე რო ავალ, მაშინ მოგიყვებით მეგობრებო, დაწვრილებით და ძალიან უნდა მოგეწონოთ წესით. ამის ვიდეოც მაქვს, როგორ ვიპოვე. უნდა ვიპოვო უბრალოდ სად არის ეგ ვიდეო. არ გიგონოთ რომ ვიტყუები ან რაღაცა. დავეჯით. კარგით მეგობრებო, შეხედეთ. მოვედი ხის ცეხში და მე შოკი მაქვს ამ წამოღებული თან. ეხლა ამ ზედას გავიხდი, იმიტომ რომ ხელით უნდა დავჭყლიდო და არ მინდა რომ სულ ნახეხიანი იყოს. მოიცადეთ. პირველ რიგში რა უნდა გავაკეთოთ? ამ წვერებს დავკუნძავთ, ასე რომ ვთქვათ, ნახეთ. აი. როგორც პატარა კვანძი, ასე რომ ვთქვათ, პატარა კვანძი უნდა გავაკეთოთ აუცილებლად. შეხედეთ. აი ახლოს მოვალ და განახებთ უფრო. აი ესეთი კვანძი უნდა გავაკეთოთ მეორე მხარესაც. აი. ხედავთ ალბათ, როგორი კვანძები გამოვიდა. აი ესე აი. უყურეთ მეგობრებო. უყურეთ. ძალიან კარგი. ეხლა ამოვატრიალებ ამას. ამოვატრიალებ. ეგ არის. ესეც ასე. მოიცადეთ. შიგნით ხეებიც არის, ამიტომ ვეცდები რომ არ გავაყოლო. და ვეცადოთ რომ ჩაყრის მომენტში, აი მაგალითად ნახევრამდე აი ეს, მაგრამ ეს ხო ძალიან რბილი გამოვიდა. ამიტომ ახლა დავჭყლიდავ ხელით. ძალიან მაგრად. აი ეს მეგობრებო. იგივეს ვიმეორებთ. ჩავყრით, ჭყლეტავთ. ჩავყრით, ჭყლეტავთ. ძალიან პრესავთ რა. ძალიან. სანამ ბოლომდე მეგობრებო, სანამ ბოლომდე არ აივსება, იგივე პროცესს ვიმეორებ. რა უნდა ვერ გავაკეთებ? უფრო მაგარს გავაკეთებ, ვიდრე მაღაზიებში იყიდება. რა უნდა? ძალიან მაგარი უნდა გამოვიდეს ესეთ. აი, ჯოხები მიყვები და არ უნდა გავაყენოთ ჯოხები. ბოლოში აუცილებლად ავწონი და განახებ თუ რამდენი კილო შეადგენს ჩვენი ბოქსის გროშა მეგობრებო. კარგი წონა აქვს. აი ეს მეგობრებო. კარგი მეგობრებო, შევკარი. ძალიან მაგარი გამოვიდა, ასე რომ ვთქვათ, ახლა გარეთ გავიღებ და უნდა გავაქცელოთ. როგორც ხედავთ მეგობრებო, კვანძი რო გავაკეთე, უკვე ქვედა მხარე გამოდის ბრტყელი.
ძალიან მაგარია. ესე უნდა გაკეთოთ. ეხლა მეგობრებო, აუცილებელია ამის დასკოჩვა. და უნდა სკოჩი წებოვანი ლენტით, აი ესეთი ლენტია, მთლიანად ასე ვთქვათ, დავსკოჩავ. დავიწყებ. სკოჩის ხმა ვის არ მოგწონთ, აბა დაწერეთ კომენტარებში. კარგი. ერთი ცალი დამთავრდა, წებოვანი ლენტი, ამიტომ ორი ცალი მაქვს ნაყიდი და ეხლა დავიწყებ მეორეს გადაკვრას. კარგით მეგობრებო, საკმარისია. ეხლა ამას მოვასწორებ, აი ესე ლამაზად. ნახეთ, დავტკეპნი ესე რომ ვთქვათ. წებოვანი ლენტი მიიკროს, გავაგორებ, გამოვაგორებ. ეს ასე მეგობრებო, დავსკოჩე, ასე რომ ვთქვათ. და ეხლა რაც უნდა გავაკეთო, უნდა წავიდე და ვიყიდო ამისთვის ტყავი. წავალ მაღაზიაში, განახებთ თუ როგორ ტყავს ვყიდულობ და შემდეგ უნდა წავიღო მკერავთან. მანქანების სავარძლებს რო კერავენ, აი ეგეთ მკერავთან. ვნახოთ, აბა, კარგი, წავედით. აი მეგობრებო, მოვედი მაღაზიაში, სადაც იყიდება ძალიან ბევრი სახეობის ტყავი. ამიტომ მე ერთი უნდა შევარჩიო. გადავწყვიტე რომ წეღან მოვედი დავხედე. აი ეს ტყავი ძალიან მომეწონა. გამძლეა, შეხედეთ როგორია, შავი ფერის არის თან, სქელია, დაახლოებით 9 სანტიმეტრი სისქე ექნება. ამიტომ ამას 2 მეტრს ვიყიდი და წავუღებ მკერავს. ძალიან მაგარია. ფიქრობ რომ ჩემ დარტყმებს გაუძლებს. არ ვიცი. კარგი. აი ეს მომიჭერით 2 მეტრი. მანქანების სავარძლებს კერავენ აქ და ვფიქრობ რომ აქ აუცილებლად შეკერავენ და დაწუნებული ვარ. რა უნდა? პატარა ის ჩანთასავით უნდა გააკეთო. კარგი. ამოვიღებ აი ამ ჩემს როგორც ნახეთ 2 მეტრი ტყავი ვიყიდე, ასევე სახლში მქონდა მეგობრებო, უყურეთ. სახლში მქონდა რემენი. ეს რემენიც მჭირდება. 2 მეტრი ვიყიდე ადრე და სახლში მქონდა ესე შენახული. ამასაც გამოვიყენებ აუცილებლად. 2 მეტრი სრულიად საკმარისი იქნება ეს რემენი, ვფიქრობ. კარგი, ეხლა შევიტან ამ ყველაფერს, ტყავი ვიყიდე, რემენიც მქონდა. ასე რომ ვთქვათ, ეს მაგარი რაღაცაც გავაკეთე. საკმაოდ მძიმეა, მინდა გითხრათ. კარგით მეგობრებო, ეხლა ამ ყველაფერს შევუტან მკერავს და ვეთქვი თუ როგორ უნდა გააკეთოს, როგორი მინდა, ზომებს აიღებს, იმის მიხედვით მოჭრის და გააკეთებს. მეგობრებო, ეგ არის, შევუტანე ყველაფერი, ვუთხარი თუ როგორ მინდოდა რომ გაეკეთებინა, ზომებს აიღებს, შეკერავს, ისე ვთხოვე რომ დღეს საღამოსთვის მოასწროს და აუცილებლად განახებთ თუ როგორი გამოვიდა მეგობრებო. 100%-იანი. კარგი, ჩვენ ახლა დავიწყოთ აღმართზე სიარული მეგობრებო. წავალ მთაში, გუშინაც ვიყავი. აი მხელა თოვლი იყო, აი მეგობრებო, მუხლამდე თოვლი იყო და წარმოიდგინეთ, აღმართზე რო ავდიოდი, ფეხს უფრო მაღლა ვწევდი და ძალიან დავიღალე. და ეგ უნდა მეთქვა. გუშინ ავედი მაგ აღმართზე ჩანჩქერზე და გზა გავაკეთე, ასე რომ ვთქვათ, რომ დღეს გადაღების მომენტში უფრო გამიადვიდეს ასვლა. ნახოთ მეგობრებო, ნახოთ და თქვენც ნახავთ როგორი გამოვიდა. კარგი. დავიძარით. ამოვედი მაქსიმალურად რამდენიც შეძლო ჩემო ბუგატი იმასე რომ ვთქვათ, აი ამ აღმართზე უკვე, აი ამ აღმართზე ვეღარ ავიდე, წარმოიდგინეთ. აი ეს ის გზა, ვულკანური წყლებისკენ რო მივდიოდი, ის გზა არის. მაგრამ დღეს მე მივდივარ ჩანჩქერზე, რომელიც მდებარეობს აი აქ.
თავარი ის არის მეგობრებო, ამ აღმართზე სიარულის დროს, რომ არ უნდა გავჩერდე. ნელა ვიარო, სწრაფად ვიარო, ნიშნულობა არ აქვს, უბრალოდ სანამ ბოლომდე არავალ, არ გავჩერდები. ამ გზას ხო ხედავთ, გუშინ რო ამოვედი, ძლივს ავედი გუშინ, ძლივს. და დღეს უფრო მიადვილდება, რადგან თითქოს გზა არის უკვე. 50 სანტიმეტრი კი იქნება სიმაღლე. კარგი, ზემოთ შევხვდებით მეგობრებო, რო ავალ. ოპა! ეს ის ასე მეგობრებო, ამოვახციე, ძალიან რთული გზა იყო. ხო შემეძლო რომ ნახევარი გზიდან დაბრუნებული იყო. არა მეგობრებო, ბოლომდე ამოვედი. რადგან როგორც დილით გითხარით, ჩანჩქერზე რო ავალ მეთქი 124 დღიან ჩელენჯზე გესაუბრებით. მეგობრებო, ეს იქნება უნიკალური გასაოცარი ჩელენჯი. ისეთი რომ YouTube-ის ისტორიას არ ახსოვს. ყოველდღიური ვიდეო 124 დღის განმავლობაში დილიდან საღამომდე ყოველდღიური ვიდეო წონის კლებაზე, რეჟიმზე, კვებაზე, დისციპლინაზე და აბსოლუტურად ყველაფერზე. ვარდიშზე. არ ვიცი თუ იცით მსგავსი კონტენტი, თუ ვიმეს ქონია ყოველდღიური ვიდეო დილიდან საღამომდე 124 დღის მანძილზე, დამიწერეთ კომენტარებში, რადგან მე არ ვიცი მსგავსი ვიდეო და არ მაქვს ნაყურები. როგორც ხედავთ, ჩვენი აისბერგი სადღაც 20 მეტრის სიმაღლის არის უკვე. ვახ, ძალიან მაგარია. რო გეშინიათ მეგობრებო, არ გავცივდები ისევ და ისევ. და რატომ მეგობრებო 124 დღე? ეს მხოლოდ მე ვიცი. და თუ ვიმე გამოიცნობს ამ 124 დღის მანძილზე რატომ 124 დღიანი ჩელენჯი, მე საჩუქრად გადავცემ 500 ლარს. რა ხუმრობა არ გეგონოთ მეგობრებო, 100%-იანი საჩუქარს მიიღებს ის ადამიანი, ვინც გამოიცნობს თუ რატომ 124 დღე. კარგი. ვაიმე, აი აქამდე მწუდებოდა თოვლი, აი მუხლებამდე, მთელი გზა, თან აღმართი, ფეხები ძალიან დამეღარა. აქ ეხლა აჯიმანიების და ბუქნების გაკეთებას არ დავიწყებ, რადგან საკმარისი ვარდიში გამოვიდა მეგობრებო, ძალიან დამღალა, მაგრამ ისი არ დაუღლია, რომ ვერ გავაგზელო დღეს, რასაც ვაპირებ იმის გაკეთებას. კარგი, ცოტა არაგრამატიკულად გამოვიდა, მაგრამ არა უშავს მეგობრებო, ეგეც არა უშავს. ეხლა ავდგები, ჩავალაგებ უცებ და ხო იცით სადაც უნდა წავიდე. ალბათ ხვდებით. მეგობრებო, ეს ისევ და ისევ ჩვენი ცივი მდინარეა მეგობრებო. ერთი და იგივე უნდა აკეთო იმისთვის, რომ ძალიან მაგარი შედეგი მიიღო. ყოველ დღე არ აქვს მნიშვნელობა თოვლი ქარი წვიმა. იმიტომ ვერ ვიღებ ხოლმე ყოველთვის. ზოგჯერ წვიმს, ზოგჯერ ქარია, ზოგჯერ რა ვიცი რა, ზოგჯერ კატასტროფა ხოლმე ისე შეიცვლება ამინდი და რაღაცა. ამიტომაც მზიან დღეს ვცდილობ რომ ხშირად გადავიღო, მაგრამ ამ 124 დღის მანძილზე მეგობრებო შემოგთავაზებთ ყოველ დღე ვიდეოს, ყოველ დღე 100%-იანი. დავალ, ჩავიცმევ და შევხვდებით მეგობრებო ციმდინარესთან. ციმდინარე მეგობრებო, ეს არის ადრენალინი, დოფამინი, ისა, ესა, უსა და ყველაფერი ერთად. ძალიან მაგარი უნდა გამოვიდეს, ძალიან მაგარი. ციმდინარესთან. აი მეგობრებო, უკვე ჩავდივარ. ნახეთ როგორი გზა არის გაკეთებული. რა უნდა მეთქვა, იმიტომ ჩავთე ახლა კამერა, რომ შეხედეთ როგორი სასნოუბორდ გზა არის. ძალიან მაგარი. ასე რომ თუ ვიმეს გინდათ სნოუბორდის და ზამთრის აღჭურვილობის კომპანიას ჩემი დასპონსორება,
აქა ვარ და სნოუბორდი მინდა. დაახლოებით კილომეტრ ნახევარი აღმართია და ჩავსრიალდებოდი და ეხლა ნახეთ როგორ ჩავდივარ. აი ესე. არა უშავს. ვიყიდი თუ რამეა. ვიყიდი. კარგით მეგობრებო, მოვედი. რა უნდა ცივი წყალია რა, ვაიმე ჩუსტი. დღეს ჩუსტებითა ვარ. ძალიან მაგარია. ფეხი შევაფეხით ვერ ვივli თოვლზე. ეხლა ჩავალ რა ეგრევე. თორე უფრო გავიყინები ეგრე, ამდენი ხანი აქვს დგომით. კარგი. ჩუსტებით ჩავალ. ჩუსტებით. აი ცოტა დავბღერტო, დავფერთხო. აი ეს. კარგად ცივია. კარგი, ჩავიდეთ, აბა. რაც არის ეგ არის. ოპა. არა, კარგია. ეგრევე იგრძნობა, მეგობრებო. სრულიად სხვა შეგრძნება. ერთი არის რო გცივა, ერთი არის რო იყინები. სრულიად ორი განსხვავებული გრძნობა. სრულიად. კარგი მეგობრებო, რა უნდა მეთქვა? აქედან რო ამოვალ, ედემის ბაღში შევივლი, ედემის ბაღში. ირმები არიან და მოვინახულებ თუ რას აკეთებენ, ნახავ, აბა. არა. ძალიან ცივია. ერთი სიტყვით ედემის ბაღში შევივლი და მოვინახულებ ირმებს. თქვენ ძალიან მოგეწონებათ. ვაიმე, რა მაგარია. ძალიან ცივია, ალბათ 1.5 გრადუსი იქნება. პლუს. რადგან იქ რო ჩავწექი ვულკანურ აბანოებში, იქ უფრო თბილი იყო, ასე ვთქვა. აი, ძალიან მაგარია. ვაიმე, ჩუსტი გამძვრა. ამის შენი. ჩუსტი მეგობრებო. ვაიმე, გავიყიდე. ჭიბი. გამოვიკიდო ჩუსტი. ჩუსტი მეგობრებო. აი. ჩემი ჩუსტი. აიმე. ეს გამძვრა. ჩემი ჩუსტი. აიმე. ჩემი ჩუსტი. აიმე, წავიდა. წაიღო. ჩუსტი წაიღო. დავიჭერ. დავიჭირე მეგობრებო. ძალიან გავიყინე. ფეხები გამიყიდა. მაგრამ ჩუსტი დავიჭირე მეგობრებო. მოვდივარ მეგობრებო, ორი ჩუსტით. მოვდივარ. მეგობრებო, პრიკოლი გამოვიდა, პრიკოლი. ჩუსტი მართლა გამძვრა. მეთქი რო აქეთ გამოვბორდი და მივბორდი, მეთქი კამერას უცებ შემოვატრიალებ და გავიქეცი ეგრევე. რა ძალა და მღონე მქონდა, ასე თქვა, ყინული, სიწივე, ძალიან ფეხები გამეყინა. ფეხები საშინლად გამეყინა, ასე რომ ვთქვა. კარგი, არა უშავს, თავარია რომ დავიჭირე ჩემი ჩუსტი. ახლა ორივე მაქვს. როგორ მოგწონთ მეგობრებო აქაურობა?
ძალიან ლამაზია რა. კი, ძალიან. მინდა გითხრათ მეგობრებო ასევე რომ აღმართზე რო ავდიოდი, პოტასები საერთოდ არ დამისველა. არ გეგონოთ რომ ის სველი მაქვს ან რაღაცა, არა, შარვალი დამისველა ცოტათი, მაგრამ არა უშავს მეგობრებო, თავარია პოტასები არ დამისველა და მშრალად მაცვია ეხლა. კარგი. გავაგზავნოთ ჩვენი დღე მეგობრებო, ალბათ შესანიშნავად მივდივართ და წავიდეთ ედემის ბაღში, როგორც შეგხვიდით და მოვინახულოთ ჩვენი ირმები მეგობრებო. წავედით. აი მეგობრებო, ჩამოვედი ედემის ბაღში. ნახეთ რა ლამაზად გამოიყურებიან. ძალიან ლამაზი ირმები არიან, ძალიან ლამაზი, ძალიან მაგარია. რამდენი ხანი მინდოდა ამათი ნახვა. ძალიან მაგრად დგანან თან. გვერდ. რა შესანიშნავად გამოიყურებიან არა? ძალიან მომწონს. კარგი, ახლა ავდგებით და ირმები ხო ვნახეთ. ავდგებით და წავალთ სახლში მეგობრებო, რამეს მოვამზადებთ. მეგობრებო, ხო არ დაიჯერეთ? არა მეგობრებო, ეს უბრალოდ იმის ნიშანია, რომ აქ ირმები არიან. მეორე მხარეს უნდა შევიდეთ და იქ დავხვდებით. რა ლამაზები არიან. ვაიმე. ძალიან უყვირთ ჩემი დანახვა. ძალიან. ვაუ, რა მხელა რქებები აქვს, ნახეთ მეგობრებო. რა მხელა რქებები აქვს. ამათ ზაფხულში კოპლები უჩნდებათ. ანუ ეხლა არიან ზამთრის ფორმაში და კოპლები არ უჩანთ. სულ ერთ ფერში არიან. ზაფხულში კიდე ესე ბემბიები და ხო ხდებით, აი ძალიან ლამაზი ფერი რო აქვს, თეთრი კოპლებით. ყავისფერი თმები და თეთრი კოპლები. ნეტა ახლოს თუ მიმიშვებენ, აბა. შეეშინდებათ რა თქმა უნდა, მაგრამ მე რა დაუძახო ამათ. არა, ეშინიათ. გაიქცნენ. რა მაგარია. ძალიან უყვირთ ჩემი დანახვა. აი მეგობრებო, ახლოს მივედი. ვაიმე, რა კარგია. ის დიდები არ მიმიშვებენ თავისთან ახლოს. აბა, მოდი. ვაიმე, რა მაგარია, მაინც გარეული ცხოველი სხვა არის. მიდი ჭამე, რქებზე მოვკიდებ ხელს. რა მაგარია. გარეულია და სუნზე ასე ვთქვათ, გარბის. აი მაინც ნენელა მივალ. არა. აი პატარასთან მივალ მაინც. მოდი. სეზონზე რო ჩამოხვალთ, თუ ჩამოხვალთ, ასეთი ლამაზი ირმები დაგხვდებათ თან. დიდებს ეშინიათ ახლა ჩემი. მაგრამ ამ პატარას არ ეშინია როგორც ჩანს. პირველად ხედავენ და გაკვირვებულები არიან. არ მიშვებს. ძალიან მაგარია მეგობრებო, შეხედით. იქით არიან დანარჩენები და ჭამენ ასე რომ ვთქვათ. ასე რომ მეგობრებო, ხო მიხვდით, როგორი სოფელი გვაქვს. განუმეორებელი, განსაკუთრებული. კარგი, ეხლა მე ავდგები და წავალ სახლში რამეს საჭმეს მოვამზადებ, არ ვიცი ჯერ რას. ამიტომ გადავწყვეტ გზაში და ვიყიდი, ასე რომ ვთქვათ, პროდუქტს. ცივი წყალი მეგობრებო, ძალიან მაგარი იყო. ძალიან მაგარი. იქ აღმართიდან ჩამოვედი, ეგრევე ჩავედი და ჩამოსვლის მომენტი თლიანად ვერ გადავიღე, რადგან ჩამოსვლის მომენტიც რთული იყო. იგივე თოვლი უნდა გაგევლო. აი მოვეფერები ცოტას. აი მოვეფერები მეგობრებო. ვეფერები, როგორი სქელი ბეწვი აქვთ. ზაფხულში როგორც გითხარით, თეთრი კოპლები და ყავისფერი, ასე რომ ვთქვათ, ბეწვი და ძალიან სუფთები. აი მე როგორ გაკვირვებულები უყურებენ კამერას ისინი. წავედით, აღარ შევაწუხებ ამათ მეგობრებო და წავალ სახლში. სულ დავსველდი თან. კარგი. მოდი.
ნახეთ, არის შინია მეგობრებო. დიდებს ეშინიათ, პატარებს არ. კარგით მეგობრებო, დავბრუნდი სახლში და ვიყიდე პროდუქტები. აბა, ერთი შეხედვით თუ მიხვდებით, თუ რის მომზადებას ვაპირებ. აბა გამოიცანით. მართალია მეგობრებო, ეს არის ცეზარის სალათი. დავიწყოთ ახლა. აქ გვაქვს მეგობრებო 2 ცალი ქათმის ფილე, რომელიც შევწვი უკვე. აქ გვაქვს მაიონეზი, ორეგანო და ნიორი. პომიდორი, ყველი, ხმელი პური, ასე ვთქვათ, სუხარი და ცეზარის სალათის ფურცლები, ესე რომ ვთქვათ. დავიწყოთ ახლა მომზადება. დავიწყოთ მეგობრებო, დავიწყოთ. ამას ჩავყრი ამას. აი ესე მეგობრებო. კარგია. პომიდორს დავჯრი. აი ესე მეგობრებო. ოპა, უკვე გარეცხილი მაქვს. ამიტომ ვიცდები რომ წვრილად დავჭრა. აი ესე მეგობრებო. იცოდეთ? ოპა. აბა დამიწერეთ კომენტარებში თუ გიყვართ ცეზარის სალათი მეგობრებო. ცეზარის სალათი უცბად კეთდება, ამიტომ არაფერი ამას დიდი ასე წვალება არ სჭირდება რა ვთქვათ. დავყაროთ ახლა ეს. აი ეს. ცეზარის соуსი ასე ვთქვათ, რა არის? მაიონეზი, ორეგანო, ნიორი. ერთმანეთში ახლა ამას აურევ. ლამაზად. აი. ჯერ სუხარის დავაყრი ზემოდან. აი ესე. соус დავამატებ ზემოდან. აი ესე. ავზილო ლამაზად. соусში რო იყოს მთლიანად. აი. ცოტა რთულია ახლა ამის აზრვა, მაგრამ ჩემთვის არაფერია. თან უცბად კეთდება ეს ცეზარის სალათი, დიდი მუშაობა ამას არ ჭირდება. დიდი წვალება, ამიტომ. კარგი მეგობრებო, ეს უკვე აიზილა და ახლა ყველის ჯერია. უნდა დავახეხო ზემოდან ყველი. აი ესე. ესეც ასე მეგობრებო, ჩვენი ცეზარი მზად არის. და ესე ჩვენი წვენი მეგობრებო. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ამის ჭამას მთლიანად არ ვაპირებ. ხვალისთვისაც შევინახავ, არ გაფუჭდება მაცივარში, რა უნდა მოუვიდეს. როგორ გამოვიდება? ძალიან გებრიელი გამოვიდა მეგობრებო. კულინარია ერთ-ერთი ჩემი სფეროა. 100%-იანი. კარგი, როგორი დღე იყო მეგობრებო. ცოტათი დავიღალე, მაგრამ ბოლომდე არ დავღლივარ. ასე რომ გავაგზელებ დღეს. არ ვიცი ჯერ მკერავს არ დაურეკია, დაამთავრა, არ დაამთავრა, არ ვიცი. ველოდები, ჯერ ზარს ველოდები, მაგრამ ვიცი რომ დღეს უნდა დაამთავროს მეგობრებო. სხვა გზა არ არის, მთელი დღე უნდა ემუშავა. კარგი. როგორც ნახეთ, ულამაზესი ირმები ყავს მეგობრებო სოფელში, ზაფხულში, ისე ლამაზად გამოიყურებიან, რომ რა ვიცი, თითქოს გარეულია. გარეული კი არის, მაგრამ აი ძალიან გარეულია რა, ძალიან. იცი როგორია ძალიან გარეული, აი გეტყვით. ბუნებაში რო შეგხვდება უცბად და გაკვირვებული რო შემოგხედავს ირემი. აი იგივე სიტუაცია ხდება აქაც. დაგინახავს და ესე უცებ გაშეშდება და გიყურებს. ასე რომ მეგობრებო, ვაიმე, მოვითენთე მეგობრებო, მოვითენთე. ჭამის თავის აღარ მაქვს. როცა ჩემ ვიდეოს ჩართავთ, ამის მერე იცოდეთ, რომ უნდა მოიმარაგოთ სასუსნოები. აუცილებლად. ალბათ ხვდებით, ვიცი რომ თქვენ შეიძლება მოგშივრდეთ.
ამიტომ წინასწარ გეუბნებით. დავწერ ხოლმე სათაურის ზემოთ, მოიმარაგეთ სასუზნავები და ჩაუჯექით. მაგარია. აღმართმა ენერგია ნახევრამდე დამიცალა, ასე რომ ვთქვათ, ნახევრამდე. სუპერია. ასევე მინდა გითხრათ მეგობრებო, რომ 124 დღიანი ჩელენჯი, როცა დაიწყება, არ ვიცი როდის, ალბათ 10 დღეში ან 15 დღეში, მაგრამ 100%-იანი დაიწყება. და როგორი იქნება? იქნება უხმო მეგობრებო. ხმის გარეშე. აი, საუბარი არ მექნება, არ ვისაუბრებ უბრალოდ. მეტი არაფერი, არ ვისაუბრებ, რადგან მინდა რომ თელმა მსოფლიომ ნახოს და გასაგები იყოს მთელი სოფლიოსთვის. ნახოთ რა იქნება, ექსპერიმენტის სახით გამოვა და ძალიან მაგარი კონტენტი გამოვა. ისეთი, რომელიც არ ახსოვს YouTube-ს. მე ასე ვიცი. თქვენ თუ იცით მსგავსი რაღაცა, რაც ჩანჩქერზე გითხარით. სუპერი. ძალიან მაინტერესებს ახლა მკერავმა როგორ გააკეთა. ისე გააკეთა, როგორც მე ვუთხარი თუ თავისი რაღაცები, თავისი ფიქრებით. ერთი სამი კაცის პორცია გამოვიდა. ისე დღეს მაგარი პრიკოლი დაგვემართა მეგობრებო. ჩუსტი როგორ გარბოდა? მეთქი ვის გაუბიხარ, მოდი აქ, მეთქი, მოდი აქ. ვაიმე. მაგრად ვიხალისებეთ. მაგრამ ფეხები მაგრად გამეყიდა, ფეხები. ვაი, კერავი რეკავთ მეგობრებო. ალო? ვესაუბრე მეგობრებო, მზად არიო და მოდი და წაიღეო. ეხლა მე ამას კიდე ცოტა შევჭამ. ავდგები და წამოვიღებ ჩემ გრუშას მეგობრებო, გრუშა. ერთი უნდა დავბოქსო გემრიელად. ნახოთ თუ როგორია, როგორი გამოვიდა. იმედია მალე არ გაიხევა ესეც. სუპერია. ვაიმე, კაიწვენია. მოვედი მეგობრებო. მოვედი. დამზადდა ჩემი გრუშა. შეხედეთ რა მაგარი გამოვიდა. აი მეგობრებო. როგორია? ძალიან მაგარია რა. კი, ეხლა მინდა გითხრათ რომ ერთხელ ისევ ჩავედი მკერავთან, რადგან რემენი დააკრდა. ცოტა გამოვიდა. მაგრამ არა უშავს, არ დამეზარა და ჩავედი. არ ვთქვი რომ ხვალისთვის იყოს ან რაღაცა. დღეს უნდა მომესწრო აუცილებლად. მზეც ნენელა უკვე ჩადის. მაგრამ ვეცდები რომ 1-2 მუშტი დავარტყა, ასე რომ ვთქვათ. კარგი, ახლა ამას ავწონი და გავიგოთ თუ რამდენი კილო გამოვიდა. ერთი. კარგი მეგობრებო, ავწონოთ და ნახოთ. ესე არა იწონება. გვერდულად დავდებ და 23 კილო და 450 გრამი მეგობრებო. აბა კიდე ერთხელ დავდებ. კინები ქვემოთ ჩამოდის. აბა ერთხელ ასავდებ. რომ ზუსტად ვიცოდეთ. 23 კილო და 450 გრამი მეგობრებო. ნახეთ. 23 კილო და 450 გრამი. კარგი მეგობრებო. ჩამოვკიდებ ხეზე. კაკლის ხეზე მეგობრებო. აბა. ფიქრობ რომ ძალიან მაგარი გამოვიდა. დამიწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ თქვენ. აი ესე აი მეგობრებო. კარგად ვიწვალე ახლა. ვიდეოში ყველაფერი ვერ გადავიღე, რკინების ყიდვა და მსგავსი რაღაცები, მაგრამ
აი ისა თოკის ეხლა აუწევ რამენაირად აუწევ აი ესე ოპა კარგია ოპა კარგია ცოტაც ოპა არა ცოტა ბევრია აცა ხო კარგია ამას ახლა აქ დავამაგრებ არაფერიც არ უნდა კარგი მეგობრებო ამას შიშველი ხელით ახლა ვერ ვურტყავ ამიტომ სპეციალური ბოქსის რაღაცები მე არ მაქვს ჯერჯერობით პირველ რიგში გრუშა და მე ეგა მაგრამ მაქვს ხელთათმანები მეგობრებო ბოქსის არ არის მაგრამ წავა აი მეგობრებო მაქვს აი ესეთი ხელთათმანები ტუნიკებზე და იმებზე რო იცვავენ თავარია მაჯა დამიფიქსიროს ოდნავ აი ეს ცოტა ჭიდროდ გქონდეს მაჩა მეორეს გავიკეთებ და ერთოს დავარტყავ უნდა მოუნათლო დღეს მოუნათლო უნდა ნახოთ აბა რა გამოვა კარგია აბა როგორი გამოხვედი ბიჭო არა კარგია იღებს თავის თავზე იღებს შვენიერი მეგობრებო მუშაობს აბათ გამიძლებს წინებმა ვერ გამიძლეს იმედია ეს გამიძლებს აბა დერმანტინის ტყავია ამიტომ ხშირად იხევა სუფთა ტყავი აქ არსად არ არის და თბილისში ვნახავ თუ იყიდება 100%-იანი ვიყიდე და რა უნდა მეთქვა კიდე რას ფიქრობთ მეგობრებო რა ეღირებოდა ესეთი გრუშა თბილისის მაღაზიებში დინამოსთან ახლა იდეალური არ არის მაგრამ მაინც რა ეღირებოდა 23 კილო და 450 გრამი გამოვიდა შვენიერი მოდი ბიჭო მოდი ვისა ბიჭო ვისა არა ო დარბის შეიძლება ქვემოდანაც დავამაგრო და უფრო მაგარი გამოვიდეს კარგია მეგობრებო დიდხანს არ ვურტყავ რადგან მაჯები მაინც სუსტადაა გამაგრებული და მე ამტკივდება ესეც ასე მეგობრებო მაგარი დღე გამოვიდა რას ფიქრობთ მითხარით დამიწერეთ კომენტარებში ყველაზე პრიკოლი მაინც ჩუსტის ამბავი იყო ვაიმე ფეხები როგორ გამეყინა იქ მაგრამ არა უშავს ხო გავაკეთე მაინც ხო გაგაკეთე მეგობრებო მინდა გითხრათ რომ ესე რო ვთქვათ იმუშავა მკერავთან იმუშავა გაჭრა ასე რო ვთქვათ ერთი ორი თუ როგორ არის ერთი ორი სამი ოთხი კომბინაციებსაც დავამოღამებ ბოქსი მაგარია ძალიან მაგარია ოპა ადრე 4-5 წუთი გაუჩერებლად შემეძლო რომ მერტყა მე დამიხადა კაიხანი აღარ ვივარდიშე არა უშავს გავანახლებ მეგობრებო აბა შვენიერი ხამდება მზე ჩადის მეგობრებო ასე რომ რა გითხრათ მაგრად კი დავიღალე დღეს დღეს შეიძლება 7-ს კი დავიცინო 7 საათზე ასე რომ ამის მერე წავალ ვიბანავებ და დავწვევი და დავიცინებ ეგრევე ოპა მიდი მაგარი ვარდიშია რა აბერკორდისთვის ვერ გავთვალე ცოტა ნახეთ როგორი სწორი გამოვიდა ქვედა მხარე ეს იმიტომ რომ
მეშოკის წვერები კვადzi გავაკეთე მეშოკის წვერებზე. ამიტომაც ბრტყელი გამოდის და ლამაზი. მოდი. შვენიერი მეგობრებო. ოპა. კარგია. ფიქრობ 1-2 თვე გამიძლებს. და მე ვნახოთ. კიდე ახალს გავაკეთებ. უკეთეს. მაგრად ღლის ადამიანს ეს. ამიტომ დღეს მეტი ენერგია ნამდვილად არ მაქვს. მეგობრებო, მორჩა ამით ეს ვიდეო. თუ მოგეწონათ, დამიკომენტარეთ და თუ უფრო მოგეწონათ, გამოიწერეთ ჩემი არხი. ძალიან დიდი მადლობელი ვიქნები თქვენი. ასე რომ ნახვამდის მეგობრებო. ნახვამდის. ოპა. კარგია. წავით.